ეთერში ვართ, ღამის კომუნიკატორი გრძელდება. რა კლიპი იყო? რასთან გვაქვს საქმე, ელენე? ჯერ ვიტყვი რომ დავბრუნდით დაჩისთან ერთად, სულ მალე გავჩვენებთ შეპირებულ თბილისურ ლეგენდას. გამარჯობა დაჩი, ახლა კი ორი სიტყვით კლიპის შესახებ. ეს იყო Celestial Shore ესეთი ჯგუფი და Creation Myth ესეთი კომპოზიცია. ეს არის ბრუკლინური როკ ბენდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და მათ მუსიკას ხშირად ადარებენ ჯგუფ The Pixies, ასევე ინგლისურ საკმაოდ ძველ ბენდს The Zombies თუ გაგიგია ახლა ესეთი ბენდი. მე გამიგია. გაგიგია ახლა საკმაოდ ჩავთეთრი კლიპები აქვს, ესეთი ძველი ჯგუფი არის, საინტერესო ჟღერადობით და 2014 წელს მათ გამოუშვეს Enter Ghost ესეთი ალბომი, ამ ალბომის პირველი სიმღერა მოვისმინეთ ჩვენ, რომელიც კომუნიკატორის Facebook გვერდზე და ჩვენს, რა თქმა უნდა, ინტერნეტ პლატფორმაზე კომუნიკატორი წერტილი ჯიზაც იქნება. მაგის cover-იც ჰქონდა ერთი პერიოდი. მართლა რომელი სიმღერის? She's not there და კიდე ერთი. მოგვასმენი. გაი დაჩის კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ლეგენდას. ეკლექტურს. ნიჭი გამოჩნდა და მოგესალმები კიდევ ერთხელ მივესალმები ტელემაყურებელს. გისმენთ გაფართოებით. ესე იგი მას შემდეგ რაც ამ რუბრიკაზე დავიწყე მუშაობა თბილისურ ლეგენდებზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი წერს და მეკონტაქტება პირადად იმ თემასთან დაკავშირებით რაზეც დღეს ვისაუბრებთ ამ რუბრიკის ფარგლებში. ეს არის ყველასთვის კარგად ნაცნობი და ერთობ მისტიური სახლი, რომელიც დღევანდელი ინგოროყვას 6 ნომერში მდებარეობს. ჩაუღრმავდი მოკლედ ამ ლეგენდას, გავეხვი ამის საბურველში, დავიწყე კვლევა, ძიება. ხოლო თუ რას მივაგენი და ხო ეს მთელი დღე რო კომპიუტერთან ვარ მაგის ბრალია, იმიტომ რომ მან მუდმივად მოკლედ ამაში ვარ. ძალიან მაგარია როცა ესეთ თემაზე მუშაობ და ხვდები ხა, როდესაც რაღაცას იკვლევ, რამდენი რაღაც არსებობს, რამდენი რაღაც სახელი, გვარი და ასე შემდეგ, ბევრი რაღაც მოდის. ამიტომ მოდი ახლა ვაჩვენოთ მაყურებელს ლეგენდა და შემდგომ დაუბრუნდეთ და გავაგრძელოთ საუბარი ამ ყველაფერზე. ამიტომ გთხოვთ ჩართოთ ფირი. თბილისის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე მდგარ სახლზე ბევრი ლეგენდა არსებობს. უმეტესი მათგანის თანახმად ის სატანიზმის მიმდევარი სომეხი ვაჭრის დაკვეთით თბილისში იმ დროს ძალიან ცნობილმა პოლონელმა არქიტექტორმა ალექსანდრე შიმკევიჩმა ააშენა. ლეგენდების თანახმად სახლი ერთ-ერთია იმ 10-დან, რომლებიც თბილისშია განლაგებული და მათი განლაგების წერტილების შეერთებით პენტაგრამა იქმნება. ამბობენ იმასაც, რომ სახლში იდგა დიდი ზომის ეშმაკის ქანდაკება, რომლის თავით სახლის სხვენიდან იწყებოდა, სადაც თავი ჩამოიხრჩო ამავე ვაჭრის ცოლმა თუ ქალიშვილმა, ხოლო ფეხები კი სარდაფში მთავრდებოდა. სარდაფი საიდუმლო გვირაბების ქსელს უერთდებოდა, სადაც სატანისტური რიტუალები ტარდებოდა. ლეგენდების გავრცელებას ისიც უწყობს ხელს, რომ ეს ავადსახსენებელი სახლი ქუჩის 6 ნომერში მდებარეობს და ისიც, რომ ზოგადი შეხედულებით მასზე ეშმაკის ბარელიეფია გამოსახული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეშმაკის სახლს რამოდენიმე ბლოგი და გვერდიც კი მიეძღვნა სოციალურ ქსელში. მე კი გადავწყვიტე მოჩვენებებზე ნადირობის ნაცვლად საბოლოოდ გამერკვია სიმართლე ამ სახლის შესახებ. დავყრდნობოდი მხოლოდ ფაქტებს და მივყოლოდი სახელებს. სახელი კი მხოლოდ ერთი იყო: ალექსანდრე შიმკევიჩი. წარმოშობით პოლონელი თბილისში მოღვაწე არქიტექტორი ალექსანდრე პოლიკარპეს ძე შიმკევიჩი დაიბადა 1858 წლის 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში, სადაც დაამთავრა სამხატვრო აკადემია არქიტექტურის სპეციალობით და 1885 წელს გადმოვიდა ქალაქ თბილისში. მისი აშენებულია ისეთი ცნობილი შენობები, როგორებიცაა საქართველოს უზენაესი სასამართლო, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და კიდევ ბევრი სხვა. ამბობენ იმასაც, რომ შიმკევიჩი მხოლოდ დიდ პროექტებზე მუშაობდა და არაფერში სჭირდებოდა კერძო სახლის აშენება. შიმკევიჩის მიერ აშენებული შენობების სრული სიისა და ნახაზების მოსაძიებლად საქართველოს ეროვნულ არქივს მივაკითხენ.
არქივში აღმოვაჩინა ყველა იმ შენობის გეგმა, რომელიც საქართველოში არქიტექტორმა შიმკევიჩმა ააშენა. ყველა ნახაზზე დატანილი იყო არქიტექტორის და დამკვეთის სახელი და გვარი. აქედან გამომდინარე კი ადვილად გავიგებდი იმ ადამიანის ვინაობას, ვისი შეკვეთითაც აშენდა იდუმალის სახლი. მოლოდინი მატულობდა და როგორც იქნა ვიპოვე ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე სახლის პროექტი. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ სახლი, რომელსაც მე ვეძებდი, ნახაზზე არ იყო დატანილი. სამაგეროდ იყო ინგოროყვას ნომერ 6A-ში მდებარე შენობა, რომელიც შიმკევიჩმა ვინმე თაიროვის დაკვეთით ააშენა. წამიერად ისიც კი ვიფიქრე, რომ სახლი, რომელსაც მე ვეძებდი, მართლაც რაღაც საიდუმლოს მალავდა და მისი ნახაზი არქივშიც კი არ არსებობდა. მაგრამ გაჩნდა ახალი მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც შიმკევიჩი არაფერ შუაში არ იყო იდუმალებით მოცულ სახლთან და მისი არქიტექტორი სრულიად სხვა ადამიანი უნდა ყოფილიყო. ჩვენ უკვე ეთერში ვართ, დაჩი ბეიკერ სტრიტიდან ჩვენიერი გამოძიება. მოცას ვეძებ შენ. აი ეს უნდა მეთქვა ზუსტად ვახო უნდა გაგაყოლოთ შემდეგ ჯერ მე მგონი გამოდგება. საინტერესო იქნება. მოკლედ ამ სახლზე ამ სიუჟეტის თუ რეპორტაჟის მეორე ნაწილს სულ მალე იხილავს ჩვენი მაყურებელი, სადაც ფარდა ეხდება ყველა საიდუმლოს, გავიგებთ ყველა სახელს და გვარს, თუ რეალურად ვისი იყო ეს სახლი, ვინ ააშენა, რატომ აშენდა და ასე შემდეგ. ძალიან მალე, სულ მალე. ასევე მადლობა მინდა გადავხადო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, საქართველოს ეროვნულ არქივს და მის საოცარ თანამშრომლებს გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის, ასევე ჩემს ოპერატორ უფლისა წერეთელს და დეა გველესიანს. ისინი ძალიან მომეხმარენ და ძალიან მაგარია ესეთ გუნდთან ერთად მუშაობა. მოკლედ სულ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით ისევ ლეგენდებით და როგორც გითხარით და როგორც მაყურებელს ვეუბნები, ნახავთ ყველა საიდუმლოს ფარდას. ხო, ახლა უყურებდი და ძალიან დიდი მადლობა. ჭეშმარიტება გამახსენდა, ანუ ცოდნით და წიგნით ამარცხებ გარკვეულ ლეგენდებს, ხო? კი, იცი რა არის? ძალიან კარგია ლეგენდების მოფიქრება, ძალიან კარგია ჭორების ქალაქია თბილისი ზოგადად და ძალიან კარგია ლეგენდების მოფიქრება, მაგრამ კვლევა უფრო მაგარია, ამიტომ არქივში მარტო გენეალოგიური ხის შესასწავლად ნუივლით შეგიძლიათ თქვენ ციклиოთ და გახდეთ თანამედროვე მკვლევარები. არ მიმართულებას დაუდო საფუძველი კი, ბატონო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ველით გაგრძელებას.